ცვლილებები, რაც პარლამენტში ქართული ოცნების შტაბის წარმომადგენლები გორის რაიონის 4 სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ. კოალიციის გამგებლობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები სოფლების ტინისხიდისა და ორთაშენის მოსახლეობას სოფელში არსებული პრობლემების გადაჭრას დაპირდნენ. ტინისხიდის მაჟორიტარობის კანდიდატის მარლენ ნადირაძის თქმით, ტინისხიდსა და მიმდებარე სოფლებში არსებული პრობლემები არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო კონსულტაციის შედეგად გადაწყდება. პრობლემები შეიძლება ბევრი იყოს ჩამონათვალი, მაგრამ პირველი რიგის პრობლემა ხალხს რაც უნდა ის იქნება. შემდეგი რიგის პრობლემა თანდათანობით ასე. ჩვენ 1 წლით არ ავირჩევით ხელისუფლებაში, უნდა ავირჩეთ 3 წლითა და 4 თვით და აი ამ პერიოდში ვეცდებით რომ მოკლებადიანი გეგმაც იყოს გაწერილი და გრძელვადიანი. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ყურადღება თვითმმართველობის ახალ კოდექსზე გაამახვილა. კოალიცია ქართული ოცნებამ გადაწყვიტა კანონმდებლობა მოერგოს ხალხის ინტერესებს, ანუ თითოეული ოჯახის ინტერესებს. ამ შემთხვევაში ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნით თითოეულ ოჯახს აქვს არჩევანის უფლება, თვითონ დაერჩევს რაიონის ხელმძღვანელს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფლებში მოსაგვარებელი პრობლემები ძირითადად იდენტურია. პრობლემების მოგვარების საკითხზე მოსახლეობის მოლოდინი კი განსხვავებული. ჩვენ სოფელს ესაჭიროება წყალი რელიგში. საუბარშიც გაურიეს ორივე ადამიანმა და მე მგონი გაკეთდება ყველაფერი. თავარია წყალი მოიყვანონ და სოფელს მიხედონ და მუშაობა არავის არ ეზერება. რამდენი წლები აქ ვცხოვრობ. არაფერი არ გაკეთებული 10 წელი, 20 წელია მეტი ალბათ ამ სოფელში. ეხლა გაახსენათ არჩევნები აქ. შეხვედრებს კანდიდატების გარდა პარლამენტის დეპუტატი თამაზ შიოშვილიც ესწრებოდა.